რადგანაც გაინტერესებდათ, ყავს თუ არა ამ ადამიანს სხვა და ძალიან ბევრი კითხვები და თხოვნები შემომდის პირად შეტყობინებებში, მე რა თქმა უნდა ერთი ვარიანტით არ შევჯერდები და მოდი სამ ვარიანტზე გავშალოთ, რომელიც დაგიძახებთ, ინტუიციურად მიიღეთ პასუხები. თუ არც ერთმა არ დაგიძახათ, რა თქმა უნდა, არ მიაქციოთ ყურადღება და თუ ყველაფერმა დაგიძახათ, მაშინ მიაქციეთ ყურადღება. ყავს თუ არა ჩაფიქრებულ პიროვნებას სხვა? ყავს თუ არა, და თქმა უნდა, თუ გაქვთ ეჭვი, ხა ისე არ უყუროთ, რომ ზუსტად იცით, რომ არა ყავს, მაგრამ მოდი უყურებ, ესე არ გააკეთოთ. თუ გაქვთ ეჭვები. ნახოთ აბა, რა მინიშნებები იქნება? რა მინიშნებები იქნება ახლა? ყავს თუ არა სხვა, ვინც აირჩია? კი, ამას ყავს, ყველა ვარიანტში ყავს. ეს პირდაპირ გეტყვი, რომ ამას ყავს კი არა, რა ვიცი, მე მგონია, რომ აქ ძალიან სერიოზულადაა ყველაფერი. მეორე ვარიანტი, ყავს თუ არა სხვა? მე მაინც ვიტყოდი, რომ ვიცი რა არის, წინააღმდეგი არ იქნებოდა, რომ ყავდეს სხვა, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე არ ყავს სხვა. მაგრამ თუ რაიმე, ან ვინმე ისეთი გამოჩნდება, რაც მას დაინტერესებს, საკმაოდ სერიოზულ ურთიერთობას გააღვოს. ყავს თუ არა სხვა? არა, მესამე ვარიანტი აქ არა, არავინ არ ყავს, აბსოლუტურად არ განიხილება.